გამარჯობა. თაღლითურ კოლცენტრებზე გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ბევრმა ადამიანმა მოგწერა, რომ ისინიც გახდნენ ეგრეთ წოდებული სქემერების მსხვერპლი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეპიზოდში ვისაუბროთ ციფრული თაღლითობის იმ შემთხვევებზე, რომლის მსხვერპლი ქართველი ინტერნეტ მომხმარებლებიც არიან. და განვიხილოთ ამ დანაშაულისგან თავის დაცვის გზებიც. ამ თემაზე დღეს ვისაუბრებთ ალექს სუდაძესთან ერთად. ბატონი ალექსი არის კრიპტოვალუტების ექსპერტი, ლექტორი, ბლოკჩეინის მსოფლიო ასოციაციის წევრი და მის გუნდთან ერთად იკვლევს ციფრული თაღლითობის შემთხვევებს. მადლობა აქ ყოფნისთვის, ამ თემისთვის, დროის დათმობისთვის. მოკლედ ესეთი სიტუაციაა, რომ ხალხმა ბევრმა ძალიან მოგწერა, როგორც ვთქვი, ეს სხვადასხვა შემთხვევები, რაც მათ თავს გადახდენიათ, რისი მსხვერპლიც გამხდარან. ძირითადი მიმართულება იყო ორი, ერთი არის ეგრეთ წოდებული ფიშინგი, როცა რაღაც გაურკვეველ ბმულებზე გადადიან და შემდეგ თანხებს კარგავენ. და მეორე იყო კრიპტოში ინვესტირება. გარდა ამისა, ვთქვათ, ამ შემთხვევებისა, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შემთხვევებთან გქონიათ შეხება? აი, რა თაღლითობის რა გზები არის გავრცელებული ქართულ ბაზარზე, რას მიმართავენ ხოლმე ციფრული თაღლითები? მოგესალმებ პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებ მაყურებელს. ქართულ ბაზარზე სწორედ აღნიშნეთ, ეს უკვე თაღლითებისთვის ბაზარია. ანუ ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ სარგებელი მიიღონ თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს ამორალური და უკანონოა, მაგრამ რეალობას ვერ გაექცევი. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ მე კრიპტოვალუტით 2012 წლიდან ვარ დაინტერესებული. არ მგონია ამს მიმართულებით რამე საქმიანობა არსებობდეს, რაც არ მსმენია და არ გამიკეთებია. და საერთოდ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კრიმინალი და თაღლითური, ასე ვთქვათ, მიმართულებაც ძალიან მალე იზრდება. იზრდება იმ მხრივ, რომ წესით სამართალ დამცავი სტრუქტურები ტექნოლოგიურ განვითარებას ჩამორჩებიან ხოლმე. ეს აპრიორში საუკუნეა ასეა. კი, თვითონაც აღიარებენ ამას, რომ კოლცენტრების გამოძიებაში მაგალითად აღიარებენ, რომ ხო, მტკიცებულებების მოპოვება უჭირთ. კი, ეს არ არის ახალი, ეს 100 წლის წინ პირველად პოლიციელებს ავტომატურად დაურიგეს ამერიკაში მშრალი კანონის დროს, მაგ დროიდან მოდის და ასე ვთქვათ, ეს ჩვენთვის ნოუ-ჰაუ არ არის, მაგრამ თუ ვეცდებით, რომ ის ფაქტები, რაც არსებობს, მალე გამოვიძიოთ და მალე გავშიფროთ და მალე მოუყვეთ საზოგადოებას, დადგება საზოგადოებრივი საჭიროება, რომ პოლიციელი იყოს განათლებული. უფრო განათლებული, ვიდრე დღეს არის. განსაკუთრებით ის მიმართულებები, რაც ეხება კიბერგამოძიებას. ჩვენ დასაბედნიეროდ საქართველოში არის კიბერგამოძიების დეპარტამენტი, როგორც საქალაქო, ისე ქვეყნის მასშტაბით და სულ წელიწადნახევარია რაც არსებობენ, მაგრამ უკვე ასე ვთქვათ, რაღაც ნაბიჯები აქვთ და შეიძლება ითქვას, რომ არც ისე ნელა და არც ისე ცუდად ვითარდებიან. თუმცა საჭიროა მეტი. იმიტომ რომ როდესაც ისინი ისვენებენ შაბათ-კვირას, ამ დროს თაღლითებს დასვენების დღეები არ აქვთ. და ყოველთვის სამართალდამცავები დგანან ხოლმე დამწევის როლში. ვერ უსწრებენ. იშვიათი შემთხვევებია, როცა რაღაცა გაუსწრებენ, ეს არის ხოლმე საერთოდ გლობალური სამართალდამცავების სისტემა, როგორც არის ევროპოლი, ინტერპოლი, აზიური საგამოძიებო სტრუქტურები და ასე შემდეგ. მაგალითად, ჰონკონგში აქვთ ძალიან კარგად გაკეთებული, ეხლა ვიყავი ერთი თვის წინ და გავეცანი რაღაცას, რისი ასე ვთქვათ, public თქმა შეიძლებოდა გავეცანი და საკმაოდ კარგადაა ჰონკონგში. რატო? იმიტომ რომ ჰონკონგში ბოლო 5 წელია სულ ესეთ თაღლითობები. მოგახსენებთ ახლა თქვენს კითხვაზე ფიშინგის თემაზე და კრიპტოს კამერების თემაზე. ფიშინგის თემა არის მარტივი, არასდროს არ გადახვიდეთ თქვენი მოწყობილობებით ნებისმიერ ლინკზე. ახლობლისგანაც რომ არის გამოგზავნილი, არც მაშინ გადახვიდეთ. თუ ოდნავ მაინც ეჭვი გაქვთ, აიღე და დაურეგე. და კითხე, ან სხვა კომუნიკაციის არხით, სხვა მესენჯერით, ან სხვა უბრალოდ ტელეფონით ან რაღაც შინაურულად გადასძახებ, შენ რო ეს გამომიგზავნე ენდობი, ან რაღაც საჭიროა, იმიტომ რომ თქვენ გონიათ, რომ რადგან იქ ბმულში YouTube წერია და მე რაღაცა com-ერთი ან რაღაც, ეს YouTube-ია. არ არის ეს YouTube. დღეს ლინკის გაყალბება შეიძლება შინაარსის ძალიან ადვილად. ანუ თქვენ შეიძლება იქ წაიკითხოთ YouTube რაღაც და ფარული ორი სიმბოლო იყოს, რომელიც არ ჩანს. და ეს იქნება კამერების მიერ გამოგზავნილი. შეიძლება ვერც ვერაფერი გაიგოთ, რა მოხდა, მაგრამ ის კამერული პროგრამა თქვენს ტელეფონში ზის.
საჭიროების შემთხვევაში მას აქვს წვდომა ძალიან ბევრ რამესთან. ეს არის ფაილების გადაგზავნა, ეს არის security transaction-ები, ბანკის და რაღაც ფარული, ისა რა ქვია, დაცული სისტემების ტრანზაქციები, იგივე კრიპტოსაფულეების გადარიცხვა, თუ ხედავს, რომ ტელეფონში ან კომპიუტერში არის კრიპტოსაფულე დაინსტალირებული, ეს მისთვის სამოთხია. ზის და უყურებს, როდის დაიწყებთ რამე აქტივობას. თქვენ ამას ვერ შეამჩნევთ. თუ არ მიიტანთ ექსპერტთან და სპეციალისტთან და თქვენ ტელეფონს არ შეამოწმებთ მიზანმიმართულად აუდიტზე, რომ მე მაგ შიგნით რამე თუ არა მავნებელი, ამას ვერ შეამჩნევთ. ზოგჯერ ისიც ვერ შეამჩნევს. ამიტომ პრევენციული ზომა რომ მიიღოთ, გექნებათ იმ ტელეფონში რაღაც აქტივი კრიპტოაქტივები, სადაც ყოველდღიურად იყენებთ. თუ რაღაც აქტივები გაქვთ, სოციალური ქსელები. ხო, სადაც სოციალური ქსელები. თუ მაინც და მაინც თქვენ გჭირდებათ, რომ კრიპტოაქტივები გქონდეთ smartphone-ში ან რაღაც, გქონდეთ ცალკე მოწყობილობაში, სადაც არც სოციალური ქსელებია, არც მესენჯერები, არაფერი არ აქვს. თქვენთვის არის ცალკე დამოუკიდებელი. ეგ ერთი. მეორე, შეიძლება ფარული ბმულები მოყვეს სურათებსაც. ან რამე აუდიო შეტყობინებას, ან ხმოვან ვიდეო შეტყობინებას. თქვენ როდესაც მესენჯერში აწვევით რამე მულტიმედიურ კონტენტს, ვიდეო, აუდიოს, ტექსტს, მას შეიძლება გქონდეს შიგნით ფარული ლინკი, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ. ამიტომ გამომგზავნისგან ხშირ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს აუთენტიფიკაცია, რა მოგდით. თუ ვიღაცამ გამოგიგზავნთ ლინკი, ნახე ეს ჩემ გოგოს რა კაი თმა აქვს, ერთ დაურეკე და გითხე რომ მართლა შენ გოგოსია თუ შენ რაღაცა შემთხვევით მე ყოველ დღე მომდის ეგრე ხალხისგან რომ მომდის რაღაც ვურეკავ და მეუნები რომ იცი რა ეს შენგან რომ მოვიდა არა ეხლავე შევამოწმე და მეორე დღეს მეუნება კი ერთ 20 კაცს მოვიდა ჩემგან მადლობა რომ შემატყობინე ეგ ერთი დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის ანუ ნეირონული ქსელების განვითარებასთან ერთად შედარებით ადვილია უკვე ხმის და ვიზუალის გაყალბება ამიტომ მოემზადეთ იმისთვის რომ თქვენი ახლობლები დაგირეკავენ და გეტყვიან რომ ავარიაში ვარ ჩქარამიშვილ თავის ხმით. შეიძლება იქ რაღაც ოდნავი ინტონაციის განსხვავებები იგრძნოთ, მაგრამ როდესაც ადამიანი ასეთი პრობლემით გირეკავს, იქ აღელვების ფაქტორია მაღალი, უკვე ღელავ და იმის ჩვენ გვასწავლეს სხვათა შორის ამაზე რომ დაგვატრენინგეს ჟურნალისტები გვასწავლეს რომ თქვენს ახლობლებთან გქონდეთ კოდური სიტყვა რომელსაც ასეთი დარეკვის დროს როცა რაღაცა ასეთ რაღაცას გეუბნებიან კითხავ ამ კოდურ სიტყვას თუ გიპასუხა ესე იგი ნამდვილია ეს არის აბსოლუტურად სწორია მაგალითად რუსეთში ეს ძალიან პოპულარულია და რუსეთში რატო იცით დიდია სახელმწიფო დიდია და იქ რამე ერთი რეგიონი და მეორე რეგიონში რამის გაკონტროლება არის ძალიან რთული და ძალოვნები ვერც აკონტროლებენ უბრალოდ სურვილიც არ აქვს. თავის რეგიონში მოუარონ და იქით რეგიონში რა იქნება, მათსადე ცოტა ხანი. ხო და ამით სარგებლობენ თაღლითები. ანუ ერთი რეგიონიდან ურეკავენ მეორეში სახელმწიფო სერვისები გოსუსლუგი რო აქვს. იქ ძალიან ხშირია, როდესაც ვითომ ეგრეთ წოდებული გოსუსლუგიდან ვიღაცები რეკავენ, ეუნებიან თქვენ დღეგეგად გადასახდელი ხვალდილი თქვენ რაღაც ბანკიდან ჩამოგეჭრათ თანხები და ასე შემდეგ. ხალხს ჯერა. ანუ ყველაფერი მიდის სოციალურ ინჟინერიაზე. შეუძლებელია რომ თავისით რაღაცა მოხდეს, შენ თუ არა გაქვს ფიშინგ სკამ ბმული და შეუძლებელია შენ ხშირ შემთხვევაში შენი თითებით აკეთებ თაღლითურ სქემას, შენ ხარ მონაწილე, უნებლიე მსხვერპლი მონაწილე თაღლითური მოპარვისა. და მე პრეტენზია რო გაქვს რომ აუ მე მომპარეს, კი არ მოგპარეს, შენი ხელით მოაპარინე შენ თავს. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოს ხალხი, ვისაც 1% მაინც ეჭვი აქვს რომ რაღაც ახლობლებისგანაც. მე კი არ ვამბობ რომ ის ახლობელია ცუდი. იმ ახლობელმა უნებლიეთ გადმოგიგზავნა რაღაც, რაც თვითონაც არის. და მე ყოველთვის ვეუბნები რომ თუ დაუშვათ მობილურშია გადმოგზავნილი რაღაც ბმული, სხვა კომპიუტერში გახსენი ეს ბმული ისეთში სადაც რაღაც დაკარგვის დიდი ის რაღაც რისკი არ არის. სენსიტიური ინფორმაცია არ ინახება და სადღაცა ბრაუზერში გახსენი დაუშვათ ინტერნეტ კაფეში ან საზოგადოებრივ კომპიუტერში თუ მაინც ამის გინდა გახსნი. რომ დაიცვა შენი მოწყობილობა ამის თუ ბმული მოვიდა ის ავტომატურად ვერ გაიხშვება ემას ეს ოპერაციული სისტემის დაცვა შესაბამისად ის ზის და ელოდება აქტივაციას შეუძლებელია რომ დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი შემთხვევა რომ თავისით რაღაც მოხდეს აქედან გამომდინარე უკვე მე ყველას მოუწოდებ რომ არ გახსნათ არც ბმული არც სურათი არც მულტიმედიური კონტენტი რომელიც თქვენთვის ოდნავ ეჭვს იწვევს, ოდნავ მაინც თუ ეჭვს იწვევს, ან სხვა მოწყობილობაზე გახსენთ, ან გამოგზავნოს და ურეკეთ და კითხეთ, რომ ემან რა გამომიგზავნე, მოდი ერთად შევამოწმოთ. შეიძლება თვითონაც არ იცოდეს. ამიტომ ეს არის პირველი პრევენციული ზომა, რაც აუცილებელია ციფრული ჰიგიენის თვალსაზრისით.
ამას წინ სხვათა შორის ჩვენ ორგანიზაციის მეილზე მოგვივიდა ეს ფიშინგის რაღაცა ესეთი ფორმატი იყო. ბმული მოვიდა, ოღონდ გვწერდნენ, რომ აი რაღაც იურიდიული კომპანიიდან გწერთ და თქვენს მასალაზე არის საავტორო უფლებების დარღვევა და თუ არ შეავსებთ ამ ბმულზე მონაცემებს, გიჩივლებთ, რაღაც გავასაჩივრებთ და ასე შემდეგ და დავურეკე ამ კომპანიას, ვისგანაც მოსული იყო ეს წერილი და ეს რა მართლა არის ეს იურიდიული კომპანია დავურეკე და მეთქი ეს მეილი მოვიდა თქვენგან და რა ხდება მითხრეს რომ ვაიმე დიდი ბოდიშიო 1.20 დარეკა უკეო რომ ეს მეილები ჩვენგან მიუვიდათ და ან მარტო მესენჯერში არ ხდება ეს რაღაცა ოფიციალურ მიმოწერაშიც არის ამის მცდელობები რომ ძალიან ადვილია ანუ შიგნით თანამშრომელი თუ არის შეუძლია პოსტის სერვერიდან თავიანთი პოსტიდან დააგზავნოს ფიშინგი ან გასცეს დაუშვათ ისეთი თემა იყოს რომ გასცეს რაღაც სერვისები და ამ სერვისების მეშვეობით უკვე იმ სხვა გარე პირმა მოახერხოს ამით შეღწევა. აი სხვა თქვათ კრიპტოსთან დაკავშირებით, კრიპტოს მიმართულებით რახან ეს პოპულარული გახდა კრიპტოვალუტით ვაჭრობა, ქონა ამ ტიპის ვალუტის, მან რა დანაშაულებრივი სქემები გამოგივლენიათ, გქონიათ შეხება და რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ, როგორ დაიცვან თავი, თქვათ კრიპტოსთან დაკავშირებული დანაშაულებისგან. პირველ რიგში მინდა მოგიწოდოთ, რომ არ გადარიცხოთ კრიპტოვალუტით არაფერი, თუ თქვენ არ იცით, ვინ არის საბოლოო მიღები. პირადად თუ არ იცნობთ. ეგ ერთი. მეორე, თუ თქვენ ვიღაცა ნაცნობი გეუბნებათ, რომ აი ამ მისამართზე ვიღაცას გადაურიცხე და თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ის თვითონ ღებულობს ან რაღაც ისეთ სქემაში არ გითხრებთ, არ ქნათ. ანუ შეიძლება კი ხელფასი აიღო კრიპტოვალუტაში, მაგაში პრობლემა არანაირი არ არის, განსაკუთრებით თუ ცხოვეთიდან, როცა კომპანია ეს არის რაღაც ისეთი კრიპტო სტარტაპია. იქ შემოსავლები რადგან აქვთ ინვესტორებიდან კრიპტოში, ისინიც ფიატის ასე ვთქვათ დაბრკოლებებს აულიან თავს და მარტივად ურიცხავენ კრიპტოვალუტას დაამშრომლებს. კი ბატონო, ეგ მოსული პრაქტიკაა, ჩვეულებრივია, იქ გადასახადებს მერე კომპანია თვითონ იხდის და თუ არ იხდეს ეგ თავის პრობლემაა, მაგრამ თქვენ როგორც დამქიდაქირაებულ დაამშრომელს, აქ რამე დიდ სერიოზულ რისკს არ განიცდით. გარდა იმისა, თუ იქ თაღლითები არ არის. ანუ თუ არ აღიარეს მერე რომ ის კომპანია დაკავებული იყო რაღაც კამერობით, მაშინ პრობლემა არ გაქვთ. თუმცა ეგეც მაინც საკითხავია, იმიტომ რომ თუ თქვენ იმ ხრიდან თაღლითობაში მონაწილეობა არ მომხდარა პირდაპირ და თქვენ დაინფორმირებული არ ხართ და თქვენ მას საიტის რაღაც დიზაინს უკეთებთ, ამაში პრობლემა არ არის. რაც შეეხება ვაჭრობას. ვაჭრობის ორი ტიპი არსებობს. ერთი არის ბირჟაზე, როდესაც შენ ფულს ბირჟაზე გადარიცხავ და ბირჟაზე შიგნით ვაჭრობ შენს პირად კაბინეტში და აქ ბირჟა გამოწმებს KYC ეგრეთ წოდებული პროცედურა ქვია Know Your Customer, სადაც ბირჟა გთხოვს პასპორტს, ვიზუალურ ვერიფიკაციას, მისამართს და ზოგ შემთხვევაშიც ბანკის ამონაწერს. ანუ ბანკში რო ეწეროს შენი მისამართი, რომ დადასტურებულია ბანკის მიერ და ბანკი კიდე ვერიფიკაციას სრულად გიკეთებს. და ამ შემთხვევაში უკვე ბირჟაზე როდესაც ვაჭრობ, ხო, ეს თქვენი სახსრები რო გადადის, მხოლოდ ბირჟას უნდა ენდოთ. კი, ხდება ბირჟები კოტარდება, რაღაც თქვენი სახსრები იკარგება, მაგრამ ეს იგივე თემაა, როგორც დაუშვათ ბანკში რო ფული გაქვს, ის ბანკი რო გაკოტარდეს. დაახლოებით ეგზე. მაგრამ არსებობს მეორე ვაჭრობის ტიპი, ეგრეთ წოდებული P2P, peer-to-peer, რომელიც გულისხმობს ასეთ რამეს. ბირჟებზე ან რაიმე პლატფორმაზე, რომელიც არის ონლაინ სერვისი, გთავაზობს შენი კრიპტოვალუტის, არსებული კრიპტოვალუტის გასხვისებას და სამაგიეროდ ფიატური ფულის, ანუ სახელმწიფო ფულის, დოლარი, ლარი, ევროს მიღებას, ოღონდ შენი ფული მოდის სხვა არხით, საბანკო არხით. ბანკიდან თავისი პირადი ანგარიშიდან გირიცხავს შენ ანგარიში, შენი ანგარიში გამოქვეყნებული იმ პლატფორმაზე, IBAN ნომერი. გირიცხავს იქ, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ბანკი, საქართველოში რომელი ბანკებიც ოპერირებენ, ძირითადად არის საქართველოს TBC და კიდე ერთი-ორი. ამ ბანკების შენი IBAN-ი გამოქვეყნებული გაქვს, ანგარიშის ნომერი, ამ ნომერზე ის გირიცხავს ფიატს, ლარს, დოლარს, ამ დროს შენი კრიპტო რო არ მოატყუო და ასე ვთქვათ, ის არ დარჩეს წაგებული, შენ კრიპტოს თვითონ ეს საიტი, ეს ბირჟა ყინავს, ანუ განკარგვის უფლება აღარ აქვს. როგორც კი დაუდასტურებ, რომ მივიღე
შენგან ამ მოხმარებელს peer-to-peer მეორე მხარეს ასე ვთქვათ. მივიღე შენგან ფიატი და ყველაფერი წეს რიგშია, მე ბირჟაზე ღილაკს აწვევი და ის კრიპტო გადასდის მეორე მხარეს. აქ თაღლითური მომენტი არის საკმაოდ ადვილი მოსახერხებელი, იმიტომ რომ თუ ეს კრიპტო ვიღაცას სჭირდება, რომ გაყიდოს და არაკეთილსინდისიერი გზით არის მოპოვებული, შენ იმას ვერ შეამოწმებ თუ ხარ მყიდველი კრიპტოსი. ანუ შენ რო ფიატი გადაურიცხე ბანკში, ლარი, დოლარი, ევრო და იქიდან მოგივიდა კრიპტო, შენ ამის სისუფთავეში არ ხარ დარწმუნებული. შავი ფული იყოს და ზოგჯერ ეგრეც არის. შემდეგ, როდესაც უკვე მიდის გამოძიება და ამ ბირჟას, ამ პლატფორმას პასუხს თხოვენ, რომ ეს შენთან გატარდა შენ საფულეზე ან სადღაც, კი, მე ჩაეძიებიან იმას პასუხს თხოვენ, მაგრამ როგორ არის P2P სისტემებზე ზოგ შემთხვევაში ვერიფიკაცია არ არის საჭირო. ანუ იმ პლატფორმამ არ იცის თავისი მოხმარებელი ვინ იყო და ვერაფერსაც ვერ მოსთხოვ. ვის გადაეცა კრიპტო აქეთ, უკვე ვეღარ ხედავს, დაიკარგა კვალი. ის რომ არის ასეთი სტერეოტიპი ხალხში, რომ კრიპტოვალუტა თუ გადაერიცხა, კვალს ვერ გაადებნებ და ვერ მიაგნებ და ტყუილი ეგ. ყველაფერს ძალიან კარგად მიაგნებ. ბევრჯერ კომენტარებში რომ ვერ მიაგნებ? ხო, კრიპტოში გადარიცხვა ეს ძალიან ბუნდოვანია, მე კვალის დადგენა ძალიან ჭირს და ხო. ეგრე არ არის, ჩვენ დასაბედნიეროთ, ჩვენ ზუსტად ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება, სადაც კრიპტო გამოძიებებს ვაწარმოებთ და არც ისე ცუდად, უკვე 2 წელია ვაწარმოებთ. ძირითადად უცხოურ გამოძიებლებს ვიწვევთ საქართველოში. მე რატომაც ჯერ ვერ მივაგენი გამოძიებლებს, 1-2 კაი მეგობარი ნაცნობი მყავს, მაგრამ ამას სჭირდება ტექნიკური რესურსი. ტექნიკური რესურსი ეს ერთ ადამიანზე არ არის, ეს დიდი, ასე ვთქვათ, ანალიტიკური პლატფორმები, როგორც არის მაგალითად chain analysis, კრისტალი და ასე შემდეგ. და ის რესურსი შენ თუ არა გაქვს, ანუ გამოწერა ხდება ეგ subscribe, მაშინ ვერ ისო. კი, გამოძიებები ჩვეულებრივად ხდება. აგნებ, ანუ blockchain სკანერშიც რო გახედო, მისამართი თუ გაქვს, მიყვები ნახავ საიდან სად გადაერიცხა, მე სად, მე რომელ blockchain-ზე შეიცვალა, რა ასე ვთქვათ, ცვლილებები მოხდა, ამას ყველაფერს ნახავ. მანამდე ამ მისამართზე რა ჩარიცხვები მოხდა, იმასაც ნახავ, ზედრა თანხები აკუმულირებული, რა კრიპტოვალუტები, რომელ თარიღებში ეს ყველაფერი ჩანს. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში პრობლემა არის ხოლმე საფულის იდენტიფიცირება პიროვნებასთან. ანუ ეს კონკრეტული საფული, რომელიც მთავრდება Z5PT, ვისია? მაგრამ ვისია, იგი არასწორი მცდება, იმიტომ რომ ეს საფული დღეს ჩემია, ხვალ თქვენია, ვახოსი იყო, ვახოსი. გადავყიდე რომ პაროლები თუ მიეცი, ეგრეა. თუმცა ბირჟაზე ეგრე არ ხდება. მაგალითად, exchange-ზე, იგივე ბირჟაზე, სადაც ხდება ვერიფიკაცია, იქ შენ რომ მისამართი გეძლევა, ეს არის შენი სახელობითი, იქამდე სანამ შენ პირად კაბინეტში ხარ. თუ შენ შეიძლება კიდე დაამატო მისამართი, მაგრამ ის მისამართი რაც არის, ის ბირჟაზე აღრიცხულია როგორც შენი. ანუ ის პასპორტის მონაცემზე მიმული. საჭიროების შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურები ამას სასამართლოს განჩინებით ითხოვენ და ბირჟა ვალდებულია მისცეს. ვალდებულია ცოტა, ასე ვთქვათ, ჭყალებში უნდა ჩავსვათ, იმიტომ რომ საქართველოს მას რა ქვია, სასამართლო გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ბირჟები ნაკლებად ცნობენ. ცნობენ, კი, დოკუმენტია მივიღებთ, მაგრამ როდის მოგცემ კაცმა არის, იმიტომ რომ ეს მათთვის შრომატევადი სამუშაოა, უნდა მოიძიო ყველა დიდ ბირჟას, ყველა თავმოყარებისას თავის საგამოძიებო სამსახური აქვს. არ უნდა იმ თავის საგამოძიებო სამსახურს შენი პრობლემებით დაიტვირთოს, თუმცა საერთაშორისო კანონმდებლობა ავალდებულებს გონიერ ვადებში გიპასუხოს. ეს გონიერი ვადები ერთი დღე იქნება თუ 3 წელი კაცმა არ იცის. მაგრამ მაინც რაღაც პროგრესი არის. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც P2P გარიგებებში ხდება, ის რა ქვია, მონაწილეობა არის მაღალი რისკის შემცველი. ბირჟაზე ვერიფიცირებულიც რომ იყო, მაინც P2P კი, იქიდან ვინ გადმოგირიცხა ფიატი ბანკი ადვილად მიაგნებს, იმიტომ რომ გადმომრიცხავი ჩანს და ის ხშირ შემთხვევაში ის ვინც ფიატი გადმორიცხა, ის არის ხოლმე მსხვერპლი. მე ჩემ პრაქტიკაში, რა ვიცი, 60-70 кейსი მაქვს ეგეთი, აი ზუსტად P2P-ს გადარიცხვებში და როგორი ხალხი ეცეთ. ანგარიში რო აქვს ერთი ცალი სახელფასო როდისღაც გახსნილი, ცხოვრობს რაღაც სოფელში, პენსიონერია და გადარიცხვა კი არა, ქეშის გარდა არაფერს არ აცნობს. და იმის საბანკო გადარიცხვები ჩანს P2P-ში. ეხლა მე მითხარ, გეკითხებით, 60 წლის ბაბუა, 70 წლის ბაბუა როზის იქ იმაში რა ქვია, აჭარის მაღალმთიან სოფელში, რანაირად როგორ ხდება და ჩადიან და უნებიან აგერ შენ 300 ლარი ბაბუ, შენი პირადობა გვათხოვე, წამოდი ბანკში ანგარიში გავხსნათ, შენ არაფერი ყოველთვის 100 ლარს მიიღებ. მორჩა.
ის ბაბუ 100-ს ლარზღებულობს, ყოველთვის გონზე არ არის რის გამო, რატო? მარაღებულობს. და ის რომ მას თაღლითური შემადგენელი აქვს ამ ყველაფერს სამწუხაროდ ვერ ხვდებიან. ან ხვდებიან და თვალებს ხუჭავენ, რისკს ვერ ხედავენ. როგორც კი გამომძიებელი მიადგება და დაკითხვას მოუწყობს, მერე უკვე ხვდება რომ ცუდად არის საქმე, მაგრამ ის რომ მან თაღლითურ სქემაში მიიღო მონაწილეობა, მან არ იცის. ამიტომ ყველას ვაფრთხილებ განსაკუთრებით უფროსი თაობის ხალხს, ვისაც ელექტრონულ გადარიცხვებთან არ ქონია რაღაც ურთიერთობა, ბაცთან რომ მოდიან და პირადობას გთხოვენ, ან შენ პირად ინფორმაციას, ეს უკვე 100% თაღლითობის სქემაში მონაწილეობა, 99 კი არა, 100. პირადობას რო გთხოვენ, რომ წამოდი რაღაც გავაკეთო და ახლა შენ 300 ლარი, მან დამთავრებული თემა. ეგ არის უეჭველი, რომ სადღაც შენი პირადი მონაცემები მიჭირდებათ, რომელიღაც ფულის გასარეცხად. და მე გამოძიებელმა ინტერვიუს თავი, ის ბაბუ იყო დამნაშავე თუ არ იყო დამნაშავე. შენ შემთხვევაში ამას აკეთებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში, რომლებსაც აქ დასაკარგი არაფერი აქვთ. ანუ უძრავი ქონება არ აქვთ, მოძრავი ქონება არ აქვთ, ოჯახური კავშირები არ აქვთ, რამე საერთო საზიარო არ აქვთ, გააფუჭა წავიდა. ჩვენ აქ გავქეკოთ იმის გაფუჭებული. ამიტომ ეს არის პრევენცია ყველაზე იაფი თავდაცვა. თუ შენ ხარ მზად და იცი, ჯობი არ გააკეთო. თუმცა აქ არის მეორე კითხვა, რომელიც მორალს ეჯახება, რომ აუ 1000 ლარი ჭირდებოდა სასწრაფოდ ბაბუს და რაღაც წამლების ფული არ ქონდა და გადადგა ეს ნაბიჯი და წავიდა. თუ ამისთვის მე მაქვს პასუხი. შენ ის 1000 ლარი იმ რისკად გიღირს, შეიძლება კი ის ბაბუ ისე მოკდეს და დამარხონ, რომ არაფერიც არ მოხდეს. ზოგჯერ ეგრეც ხდება, მაგრამ ავიც ეხლა მან უკვე რისკი. კოკა ყოველთვის. ხო, შენ შემთხვევაში არ მოიტანს. ყოველთვის კი რა, შენ შემთხვევაში კოკა წყალს მან არ მოიტანს. იმიტომ რომ ეს თაღლითური სქემა არის მოკლევადიანი 1-2-3 წელი, ზოგჯერ 1 წელზეც ნაკლები და მალე იშიფრება. მაგრამ აქ თავარი არის მაინც დაზარალებულის აქტივობა. თუ დაზარალებულმა არ იჩივლა და ჩაიქნია ხელი და ერთი რახან კრიპტოშია გადარიცხვა ვერაფერს ვერ მივაგნებ, მანდ ეხლა თუ საქმე არ აღიძრა, არაფერიც არ მოხდება. აი ზუსტად მივადექით იმ ნაწილს, რომელზეც საკმაოდ ბევრი კომენტარი მივიღეთ, რომ დაზარალებული ვარ, სად წავიდე, თქვენ შეგიძლიათ გამოიძიოთ, ან ჩვენ გთხოვენ ჟურნალისტებს, რომ ეს ყველაფერი გამოვიძიოთ. ჩვენ კარგი ვთქვათ, გამოვიძიეთ, მაგრამ ამას არ ექნება არანაირი სამართლებრივი. ხო, ჯერ ერთი რომ ხო, ვერც გამოვიძიებთ, იმიტომ რომ არც ადამიანური რესურსი გვაქვს ამის საკმარის და არც ვთქვათ, ცოდნა, დიახ, და მეორე, კარგი, გამოვიძიე, მაგრამ მერე რა ხდება? თუ გამოვიძიე, ხო, მერე სამართლებრივი, ანუ არანაირი მექანიზმი მე ხელში არა მაქვს. რა უნდა ქნან მსხვერპლებმა ამგვარი თაღლითობის მსხვერპლებმა? მოგახსენებთ, იდეალში ეს რო ყველაფერი იდეალურად მუშაობდეს, უნდა მიხვიდე პატრულში, დაწერო განცხადება, მეორე დილით წაიღებენ ამ განცხადებას კიბერგამოძიების გამომძიებელი, სპეციალიზირებული, დაუჯდება გახედავს, გადააგზავნეს პროკურატურაში და სასამართლოში, მიაგნებს თაღლითების დაუშვათ მისამართებს, გამოიძიებს, რომ რამადან ბირჟებზეა რაღაც მოქმედებები, გადააგზავნეს პროკურატურაში, პროკურატურა და სასამართლო განჩინებით გადააგზავნენ იმ ბირჟაზე უნდა მოხდეს პიროვნების იდენტიფიცირება და მისი შემდგომ უკვე დაკავება. ანუ პროკურატურა და საგამოძიებო სტრუქტურა რო ნახავს, რომ ეს მივაგენით ამ ადამიანს და ეს არის დამნაშავე უშუალოდ გამოძიებელმა დასკვნით დადო, მე რეიწყება მის დაკავებაზე გადაცემა. მაგრამ ჩვენ რო იდეალისგან შორს ვართ. ხო, თუმცა კიდე ერთი პრობლემაა ჩვენ გამომძიებლებისთვის, რომ ის თაღლითები, ვინც ამას აკეთებენ, იქაც ასე ვთქვათ, ისეთი პიროვნებები ყავთ, როგორც ჩვენ მაღალმთიან ბაბუები. ანუ ადამიანს ეუბნებიან, რომ წამოშენ ბირჟაზე დარეგისტრირდი, შენ მოგცემდი $500 ან $1000, შენი სახელი, username, paroli მოგვეცი, ჩვენ ვივაჭრებთ და რასაც ვივაჭრებთ 10% შენი იყოს და შენს ხედავ. ის ადამიანი მოდის მაგაზე. ან მეორე შემთხვევაში თუ უფრო უკეთესი ვარიანტია, ის თვითონ თაღლითი თავის სახელით ვერიფიცირდება, იღებს იპარავს ამ ფულებს, მერე ხრება. ამ შემთხვევაში სამართალდამცავისთვის უფრო ადვილია. მიგნება, იმიტომ რომ როგორც კი პიროვნების იდენტიფიცირება მოხდა პასპორტით და ხშირ შემთხვევაში ახლა მისამართითაც, იმ ქვეყანას უნდა გადაეცეს იმ სახელმწიფოში მოთხოვნა, რომ ის, რა ქვია, დაიკითხოს, მინიმუმ დაიკითხოს, ან დაკავდეს. მაგრამ აი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების თემაა დასალაგებელი, სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოს პრაქტიკაში ეს ცოტა რთულია. მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რო გადავხედოთ, თუ დაზარალებული кейსებია სხვადასხვანაირი, მაგრამ ასე ვთქვათ, კლასიფიკაცია რომ მოვახდინოთ, დაზარალებულმა ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რეკლამა ამოუგდო. ძალიან კლასიკურ მაგარიც გიჩვენებთ. გეუბნებით,
Facebook-ზე ან YouTube-ზე ამოგიგდებს რეკლამას, სადაც ცნობილი პიროვნებები ჩვენი მთავრობის ადამიანების ვიზუალია, სურათები, მართალია AI ხმას ამონტაჟებს და ეგრევე მიხვდები, რომ პირი სხვანაირად იღება და ის სხვა რამეს ლაპარაკობს და მე ბევრჯერ მინახია ახლანდელი მთავრობისას და ესეთი ცნობილი ხალხი, რომლებიც ის ინტერვიუ მაქვს ნანახი ორიგინალში და ვიცი, სად იყო გადაღებული. და იმ ინტერვიუზე არის ხმა დადებული და გეუბნება რომ ჩვენ რაღაც პლატფორმა შევიმუშავეთ, აქ ისეთ საინვესტიციოა, ანუ ორი ფაქტორი მუშაობს. პირველი რომ ადამიანს რაღაცა გაუგებარი საიმიდან, რა ქვია, არხიდან შემოსავალი გექნება, თუ მეორე კიდე ცნობილი ტიპია და ეს ამბობს და ეხლა შენ თუ ამას არენდობი, შენ ქალაქის რაღაცა თანამდებობის პირს და ქვეყნის თანამდებობის პირს, მაშინ რა ვიცი. ანუ ორ ფაქტორს იჭერენ. თუმცა ხშირ შემთხვევაში მრუდეთ. ჩვენ შემთხვევაში ეს სქემერების გამოძიებაზე მანდი იყო მსახიობების ვიდეოებს არეკლამებდნენ, ხო ეს მსახიობები იყო. მსახიობა ეხლა რომ მსახიობს როგორ უნდა დაუჯერო, როდესაც ის ბიზნესმენი არ არის. და სახელმწიფო მოხელე და ეს რა ქვია, დიდი ბიზნესმენები, რომლებიც უცხოეთში არიან, მათი რეკლამებს, მათი ვიზუალის მინახია. ისინი სანდოტიპები არიან, იმიტომ რომ ახლა სახელმწიფო მოხელეა. ერთი ამბობდა ილონ მასკი იყო დადებული, ილონ მასკზე იყო ხმა გადადებული. ილონ მასკზე შეიძლება. ასე შეცდა. კი ბატონო, ილონ მასკზე შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ილონ მასკი იმდენად შორია და ჩვენთვის ხელმიუწვდომელი, რომ ჩვენ ყველა ზღაპარი მასზე სიმართლე გონია. თუმცა იმ კაც თავის პრობლემები აქვს ბევრი. და თუ ჩვენ ამ ყველაფერს ვერ გავითვიცნობიერებთ, რომ ძალიან ბანალურ რაღაცას ვამბობ, სათაგურში ყველი უფასო არ არსებობს, მაგრამ ის ყველი მერე შენთვის ზარალს მოიტანს. მაგრამ თემა ის არის, რომ ადამიანები მაინც ეგებიან ამას და როგორც იტყვიან, მამონტები არასდროს არ გაწყდებიან. მაგრამ რომ არ იყო მამონტი, მარტივი რაღაც უნდა იცოდე. არ უნდა მოусმინო და არ დააკლიკო იმ ვიდეოს, სადაც შენ გეძახიან ფულის გამომუშავებაზე. უყურეთ მარტივი რაღაცა, შენ თუ ხარ მწყობელი და შენ თუ გეძახიან რაღაც არა ჩვეულებრივ რაღაცაში. შენი მწყობელობით აქ რაღაცა ძლივს მიაღწია ან ვერ მიაღწია და იქ ვის რა შეჭirdები. უნდა იცოდე რომ შენ თუ სადმე ვინმეს რამეს ჭirdები, შენი სპეციალობით უნდა ჭirdებოდე. არ შეიძლება იყოს ადამიანი რაღაც ესე ვქვი, კარგი მძღოლი და მას ეძახდნენ თერმობირთვული ფიზიკის რეაქტორში. გამორიცხული. იქ თავის ფიზიკოსები ყავთ და იმათაც ეძახიან. ამიტომ როგორც კი შენი სპეციალობით არ გეძახიან და შენ სპეციალობას არ ეხებიან და გონზეც არ არის ის გამკეთებელი ხარ, ეს უკვე თაღლითობა. მაგიდან იწყება პირველი ლაკმუსი ეგ არის. მეორე, როდესაც სადღაც რაღაცა პლატფორმაზე გადაგიყვანდა და შენ გონზე არ ახარ და ტიპი გეუბნება რომ აი ამას მალე აგიხსნი, შენ თუ მე მალე ამიხსნი, შენ იმის გარშემო ერთი 100 კაცი ხო ყავს ნაცნობი, რაღა იმათ არ უხსნის. ანუ ეს თემები ძალიან მარტივად ხდება, მე ვერ გამიგია რატო ეგება ეს ხალხი, აი ვიცი ბუღალტერები, ფინანსისტები, იურისტებიც კი არიან მაგის მსხვერპლი და რო ვეკითხები რომ ბუღალტერი კაცი ხარ. ამდენი წელია დღეგეს ფაქტურებს ავსებ. ნუ თუ შენ არ გაგიჩნდა თავში რაღაც აზრი კრიტიკული რომ ის შენი საერთოდ არ არის და ერთი არ კითხა ბუღალტერი ხარ თუ არა ხარ. ერთხელ არ კითხა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს თაღლითები არიან რუსულენოვანი. მოდიან უკრაინა, ბელორუსი და რუსეთი, ამ სამი ქვეყნიდან. შესაბამისად, იქ მაგათი მიღწევა მიგნება დღესდღეობით ჩვენი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე რთულია, თითქმის შეუძლებელი. მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ მათ ბირჟებზე გადაგარიცხინეს და ისინი ყოველდღე ხვეწებიან, 2 წლის წინ რაც იყო, ჩვენ გამოძიებელი გვაქვს, კარგი იყო და ადვილი იყო და ვაგნებდით. დღესაც ვაგნებთ, მაგრამ აქ უკვე საერთაშორისო ძალოვნებია ჩასართავი. და როდესაც ჩვენი ძალოვანი სტრუქტურა უკვე უძლურია ამ შემთხვევაში. მაგ უკვე ალბათობა იმისა, რომ რაღაცა მოხდეს გამოძიება, თითქმის შეუძლებელი. მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც თაღლითები საქართველოში არიან. ჩვენ და საბედნიეროდ აქ შეიძლება მათზე ზემოქმედება. თუ ისე მოხდა, რომ დაზარალებული მსხვერპლი მიდის პოლიციაში, წერს განცხადებას და მეტნაკლებად შესაძლებელია აქტივობების, ასე ვთქვათ, კლასიფიცირება, ну, გამოძიებელი ამას არც ისე რთულად ახერხებს. თუმცა ხშირ შემთხვევაში არ მიდიან, ეს არის პრობლემა. აი თუ არ მიდიან, ახლა პოლიციელი სახში ხوار დაადგება შაბათს. ნახეთ, უნდობლობის ამბავია. ეს სხვა თემა. ხო. რომ არენდობიან პოლიციას, რომ და კომპეტენციას, რომ ეს გამოძიებული იქნება და მე კიდე ბავშვობიდან მასწავლიდან. ცდაბედის მონახევრია. ხო, თუ არ ცდი არ გამოგივა. თუ ცდი შეიძლება კიდე არ გამოგივიდეს, მაგრამ რომ არ ცდი უეჭველი არ გამოგივა.
თავზე არ მოვლენ გამოძერვი არ დაგადგებენ შენი ჭირიმე არ იქა სადიყავი აქამდე იმან თავის საქმე აქვს იმდენი საქმე დღე და ღამე თავი ვერა უწევიათ რა ვიცი 5 წლის საქმეებია ზოგჯერ მაგრამ ახლა როდესაც შენ მიდიხარ სამართალდამცავ ორგანოში და ეუნები რომ მე განცხადებას ვწერო გამოიძეთ ეს და ეს და ეს იქ უკვე კვალიფიკაციას აძლევენ ამას და ეს არის დაუშვით ქურდობა თაღლითობა რაღაც შეიძლება ძალადობაც იყოს ზოგჯერ ძალდატანებითაც აკეთებინებენ რაღაცას და როცა ძალდატანებით რაღაცას აკეთებინებენ ანუ ის კი არა რომ ქცემენ ძალდატანებით ყოველდღე გირეკავენ რაღაცას გაიძულებენ მე ვიღაცა ხდება ფსიქოლოგიური შანტაჟის ზემოქმედებით რაღაცას გაიძულებენ და კიდე ეხლა ძალიან აქტუალურია ფსიქოლოგიური შანტაჟის ასეთი თემა როდესაც დაზარალებულმა სუსუბოლო ფული გადაიხადა ისესხა რა ვიცი ყველაფერი გაყიდა სახში ბებიამისის ვაზაც გაყიდა და აღარაფერი არა აქვს და მე ის ურეკავს ეგრეთ წოდებული მენეჯერი და ის რომ ხდება რომ მორჩა ამისგან აღარაფერი გამოიწურება ამას ამ ბაზებს ამბობენ რომ ეს გაცვეთილი ბაზებია გადასცემენ გაცვეთილ ბაზებს უკვე სხვა კომპანიას ის სხვა კომპანია აკეთებს ერთ მარტივ რაღაცას იგივე ნომერზე გირეკავს და გეუბნება რომ ჩვენ ვართ იურიდიული კომპანია ტრანსნაციონალ რაღაცა და ჩვენ ვიცით რომ ჩვენთან ძალიან ბევრი შემთხვევებია უკვე რომ ამა და ამ კომპანიამ ხალხი დააკარგინა და შენც ხარ მათ ბაზაში მოდი მოგეხმარები ახლა და შენ ის ფულს გაშოვნინებ ისა დაგაბრუნებინებ ნაწილს მაინც სრულად თუ ვერა ნაწილს მაინც ოღონდ უნდა ჩარიცხო კიდევ რაღაცა ამაზე ადამიანი ისეთი ბედნიერია რომ არიქა ღმერთმა გადმომხედა და აი ამან ხდება ზუსტად და მან ყოფნდება და აღარ ჩივის ხო მან აღარ ჩივის მე ვიცი მიდიოდა ორშაბათს მე რომ ვურჩიე წადი პოლიციაში საგამოძიებაში და მოგეხმარებიან და ვურჩიეს უნდა მივიდეს 3 დღის მერე მირეკავს და არა ვარ წავედი რატო არ წახვედი აუ დამირეკეს იურიდიული კომპანიიდან დამირეკეს რომ ჩვენო მივაგნებთო ამათო და შენი პოლიცია რისი მიმგნებია მან საერთოდო გონზე არ ახართ მაინც არასაკეთებთო კარგი მეთქი მაგრამ იმათ იცნობ ვინმე იცნობ არაო თვითონ დამირეკეს ანუ თაღლითობის მეორე სერია ქვია მაგას მესამე სერიაც აქვს ხო და მესამე რა არის მესამე აქვე თქვა მესამე ის არის რომ ამ იურიდიულ კომპანიასთან თუ არ გამოგივიდათ არაფერი და თუ რაღაც არ მესამე ცოტა ხნის მერე გადის და გემუქრებიან უკვე მუქარაა ვიღაცა სხვა ტიპები არიან ისინი ვართო კოლექტორებიო შენ გამო სხვებს ფული ვერ ამოუღიადო და ახლა შენც უნდა დაწერო განცხადება და ამოიღო შენ არ გინდაო შენი ფულის გამოგება არა უნდა ამოიღო იმიტომ რომ შენს გამო სხვებს მოვიყვანთ და ისინი გეჩხუბებიან რომ შენს გამო ფერხდება მათი ფულის ამოღება ხვდები თაღლითობის დონე სად არის უკვე ასული ხო და ეს უკვე ადამიანზე მოქმედებს ახლა ვიღაცა ჩემნაირი დაზარალებულია და იმას მე ხელს უშლი თავის ფულის ამოღებაში და მოდი იქნებ ჩემიც ამოვიღო და იმასაც ეშველება და მეც წერ განცხადებას იმათთან ხო იმ იურიდიულ კომპანიაში მოგდის რაღაცა ვორდის დოკუმენტში ბლანკი შეავს და ეს ვორდის დოკუმენტი $800 იღებს აჰა დებით $800 მე მქონდა კერძი $800 გადააგდები $800 იღებს რომ ჩვენ იურისტმა ეს დაიწყოს მაგრამ ამის გარეშე არ გამოვა და მე 3-5-7-12000-ები კიდე არა მე ფულებს თხოვენ კიდე ანუ როგორც კი შენ $800 გადაიხდი იქ ნიშნავს რომ ბოლო ბაზა რო გაყიდე იმის მერე $800 კიდე იშოვე ხო კიდე ალბათ იშოვი რაღაცა ძალიან რო დაგაჭიროთ იშოვი ეს არის ასეთი სტანდარტული ფსიქოლოგიური ზეწოლა ანუ მესამე სერიაში უკვე რადიკალური ფსიქოლოგები მუშაობენ რომ ეხლა რო გითხრათ უმაღლესი დამთავრება აქვს მეთქი უმაღლესი ეგ დამთავრებული ფსიქოლოგიაში მე მათთან ნალაპარაკები ვარ ანუ მსხვერპლის ტელეფონით მე მათ ვესაუბრები ხოლმე მეორე საფეხურზეც მესამეზეც პირველზეც მაგრამ პირველზე ვაგვიანებთ იმიტომ რომ ეს ადამიანს ბოლო $145,000 სანამ არ დაკარგავს ვერ ხვდება რომ თაღლითები არიან სულ 13 12 7 აქ მოვიგე ის წავაგე აუ რა კაია აუ მოიწწავაგე ახ მოვიგე და იმედი ცოცხლობს ადამიან და როცა ამ იმედებს მოუკლავენ და უკვე მორჩა და მე იურიდიული კომპანია რეკავს მე ჩემთან მოდიან და გეხვეწები თან როგორ მეუნებიან ეს იურიდიული კომპანია კაი ტიპები არიანო მეხმარებიან უბრალოდ ვერ გამიგია რა უნდა ვქნაო ჯო იცნობენ შენ ვინახარ საერთოდ მათთვის რა კაი ტიპები არიან ვერ ხვდები ანუ მათ ლოიალობა აქვთ კიდე იმ იურიდიული ეგრეთ წოდებული იურიდიული კომპანიის მიმართ დაზარალებულს კიდე ლოიალობა აქვთ რომ ვუხსნი რომ საერთოდ ყემალზე ზიხარ და არასწორი მიდგომა გაქვს შენ რა იცი შენ არ იცი იმათმა იციან ძირითადად თქვენ გყავთ ქართველი მსხვერპლები თუ უცხოელებიც არა ჩვენ მსოფლიოში ვმუშაობთ გამომდინარე იქიდან რომ ინტერნეტ საზღვრები არ აქვს
ჩვენი უბრალოდ თუ ის საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს პოლიციაში წერს განცხადებას, იმიტომ რომ სახელმწიფომ თავის მოქალაქეზე რაღაცნაირად ასე ვთქვათ დაცვის მექანიზმი ჭართოს. თუ არა არის სხვა ქვეყნებით, სადაც ისინი იქმნიან განცხადებას. თუმცა უცხოელიც განცხადებას წერს საქართველოში უპრობლემო. კი, წერენ, უბრალოდ რისი დაზუსტება მინდოდა, რომ რამდენად ხშირად ყავთ ქართველი მსხვერპლები. ანუ ეს საქართველოს მოქალაქეები არიან. მასიური არის 60%. 60%. ხო, ძალიან საკმაოდ ბევრია. საქართველოში 10-დან 6 საქართველოშია ფაქტი. ან უცხოელი იყო აქ აღმოაჩინა და აქ დაკარგა, აქ ცხოვრობდა 1-2-3 თვე, ან საქართველოს მოქალაქეა და აქ ცხოვრობს და მოხდა ამის ქვეშ. არის შემთხვევები, როდესაც ახლობლის მეშვეობით იპარებათ. მაგალითად, ცოლმა ტელეფონი გამოვარდა მეუღლეს, ვაჭარაში იყო ეს შემთხვევა, $1,000,000-მდე დოლარია დაკარგული. 921,000-ია დაკარგული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იმ ქალს არაფრის მოპარვა არ უნდოდა. დარწმუნებული, იმიტომ რომ 15 წელია ცოლქმარი არიან, ბედნიერები არიან, ღმერთმა კიდე კარგად ამოყობა. მაგრამ აქ თემა ის არის, რომ იმ ქალის ხელებით მოახერხეს ტელეფონში წვდომა. ანუ ქალს იმდენი ეჭალიჩენ მეუღლეს, რომ ამ კაცის რაღაცა ტელეფონთან წვდომა მოუხდა. ანუ ქმარმა ათხოვა ტელეფონი რაღაცაზე, ის ცოლი შევიდა არასანქცირებულად, ქმარს დაუმალა და იმას ეგონა, რომ არაფერიც არ მოხდება. იმ ცოლმა არც იცოდა, რომ იმაში ფული უდებს. საფულეში ფული უდებს. ცოლმა არც იცოდა. ანუ ეს კრიპტო დანაშაული იყო, კრიპტო გადაირიცხა. კრიპტო გადაირიცხა, ანუ ვირუსი შეიყვანა ქმრის ტელეფონში ხელებით. თავის ხელებით. იმათმა WhatsApp-ზე რომ მიწერეს, ამან დააწვა ღილაკს. ჩვენო ქმრის ტელეფონზე მოგწერ თუ ამასო, რაღაცა მოკლედ პატარა შანტაჟი მოუწყეს, რომ შენი ქმარიო რაღაც ისე იქცევა, ასე იქცევა. ამ ქალმა არ დაიჯერა, მაინც შევამოწმეფო და იქ რომ მოუვიდა WhatsApp-ში მესეჯი, დააწვა ზედმულზე, ის ბული გააქტიურდა ქმრის ტელეფონში. მორჩა, ამ დღეს ყველაფერი დამთავრდა, არაფერიც არ მოხდა რა, 2-3 კვირის მერე ამ ქმარმა რომ მოინდომა სადღაც რაღაცის გადარიცხვა, აქტივები გაუხრა საფულიდან. ხო და ეგრეთი ანუ ქმარისა ცოლმა თავისი ხელით გაუჩალიჩა ქმარს რო იტყვიან. ისე რომ თვითონ გონზეც ვერ მოვიდა. ამიტომ არის რომ შენს ტელეფონთან ვის აქვს ცდომა ყველაზე შენახლობლებს. ხო ახლა ცოლს რომ იცემა ბავშვს ახლა ბავშვი რაღაცა ან შვილო ან ბავშვებთან განსაკუთრებით არის, იმიტომ რომ ბავშვმა არ იცის და რასაწყვეტ. შემთხვევით შეიძლება დააწვეს, შენ რომ მოგივიდე შეტყობინება რომ ეს ესეა და სპეციალურად არ აწვევ, იმიტომ რომ იცი რომ უცხოა, ბავშვმა თამაშს რომ დააწვა. არ რაღაცა ქნა. შემთხვევით გააკეთა. მორჩა. დამთავრებული თემა. ანუ იმ ბოროტმოქმედმა თავის მიზანს მიაღწია და ბავშვის ხელით მიაღწია, დედის ხელით თუ ქმრის ხელით. მნიშვნელობა არა. ახლობლის მეშვეობით გააკეთა. ამიტომ არის პრევენცია მაგისია. პრევენცია ძალიან ადვილი და იაფია, თუ იცი. ამიტომ მე ყველას მოუწოდებ ძალიან ფრთხილად იყო ასეთ თემებთან. არ არსებობს ეს უფასო რაღაც ფულები, არ არსებობს ეს $3 დაალაიქე და მიიღე, არ არსებობს რაღაც ჩვენი საქონე განსაკუთრებით ახლა თაღლითები აქტიობენ საფოსტო სერვისების სახელით. შენი საფოსტო აბანათი დაბრუნდა უკან, შეავსე მისამართი ხელახლა. ან რაღაცა ჩამოგივიდა ამანათი, ეგრემ წერენ. ახლა როცა არ ელოდები ამანათს, კაი, მიხვდები რომ თაღლითები. როცა ელოდები ამანათს და ყველანი ველოდებით ყოველთვის რაღაცას ვიწერთ და გეუბნება რომ შენი მისამართი არასწორი იყო და ჩაასწორე მისამართი, აი მან როგორ უნდა გაგიჩნდეს ეჭვი. თან იქ აწერია post G და ჩვენ რო post G არა ვარ, post G ან რაღაცა post G, მაგას აღარავინ არ უყურებს. ანუ მისამართშივე იყო აპრიორში დომენი იყიდეს თაღლითება მსგავსი, იქიდან დააგზავნეს phishing ეს რა ქვია ლინკი, დააწექი შენ ბედნიერი ხარ შეიყვანე შენი მისამართი, ამ დროს რაღაცა მოხდა შენ ტელეფონი უკვე დაბლოკილი. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით ტელეფონებთან, დღეს smartphone არ არის უბრალოდ ტელეფონი. დღეს smartphone არის უძლიერესი ტექნოლოგიური აპარატი, რომელსაც მოაქვს პროგრესი, მაგრამ მას დაცვა ჭირდება. განსაკუთრებით ასეთი თემაა ხოლმე, როდესაც ახალ მოწყობილობას ყიდულობთ, სტარტის დროს, პირველი ჩართვის დროს რა უსაფრთხოების რეჟიმებს აყენებ, ვერიფიკაციის რა დონებს აყენებ, მე მაგალითად ვიცი, როდესაც სახში ბავშვზე ზემოქმე პატარა ბავშვი გაგუდეს, არ გაგუდეს გადარჩა, მაგრამ ტელევიზორი იყიდეს, smart ტელევიზორი, smart TV-ის მეშვეობით სახში ყველა მოწყობილობაზე Wi-Fi ცდომა მიიღეს და კონდიციონერზე მათ შორის. კარები ჩაკეტეს, ელექტროლოკერია ჩაკეტეს და კონდიციონერი ჩართეს მაქსიმუმზე. ოთახში ცხელა 34 გრადუსი ბავშვის ზის დაბლა. 2 წლის ბავშვი. ხვდებით? სადამდე შეიძლება მივიდეს. ტელევიზორი კიდია ოთახში. და თაღლითები კამერით, ტელევიზორის კამერით უყურებენ შეგნით რა ხდება.
ეს ძალიან მარტივია. თუმცა ტელევიზორს რო ყიდულობ, როცა დაიწყებს სტარტს და ვერიფიკაციას, ის ავტორიზაციას, ძალიან ფრთხილად იყავით. პაროლიც დააყენეთ, კამერაზეც თომაც რამდენი უნდა იყოს, შიდა ქსელში რა უნდა იყენოს და რა არ უნდა იყენოს, ეს ყველაფერი. ანუ სახლის Wi-Fi არ არის უბრალოდ დღეს Wi-Fi. ეს არის მთელი შენ სახლში ფაქტურად ყველაფერი ჩანს. და ამიტომ რო უცხომ არ ნახოს, ისე უნდა დააყენო ყველა მოწყობილობა, იგივე smart ტელევიზორია, smart მაცივარია, სარეცხის მანქანა, მტვერსასრუტი. ის ხო იცით, მტვერსასრუტის სურათი რო გადაიღეს გოგოროზის საპირფარეშოში. მთელი ამბავი იყო მაგას. გოგოს გადაუღეს იჯდა თავის პირად ოთახში საპირფარეშოში, იჯდა და სურათია გადაღებული. და ეს სურათი რატო გამოქვეყნდა და გავრცელდა, იცით? ანუ იმან მტვერსასრუტმა გადაუღო სურათი მართლა გოგოს. აი ეს რობოტები რო არის, ხო, გადაუღო სურათი, მაგრამ იმ სურათებს სულ იღებს ეს მტვერსასრუტი და აგრემენტ ლიცენზიაში წერია, რომ ეს ვიღებს სურათებს, იმიტომ რომ ოთახი დაზვერვოს, რომ არ დაეჯახოს და სწორედ იაროს. რომ შევიდა ტუალეტის კარებში და კარები ღია დახვდა, ხა გოგო მარტო იყო სახში. შევიდა ტუალეტში, იქ რაღაცას დაეჯახა, მის ფეხს დაეჯახა, შემოტრიალ და წავიდა. ეს სურათი გადაუღო ქვემოდან. მაგრამ ეს სურათი დეებს მონაცემთა ბაზებში ამ ბრენდის მონაცემთა დაცულია, კონფიდენციალურია. შემთხვევით ადმინმა დაინახა არაჩვეულებრივი სურათი, აიღო გამოაქვეყნა. ღია public რესურსზე გამოაქვეყნა. და ბოლოს მიაგნეს ნაცნობება, ეს ხო შენი სურათია, რა სურათია გადაღებულია. და მე მან უჩივლა კომპანია წარმოებას. ამიტომ ის მომენტი, რომ ჩვენ სადმე დაცული ვართ, როგორც კი მოწყობილობას ქვია სმარტი, სმარტ შეხოთაშორის ქართულად არასწორად თარგმნიან. ჭკვიანზე თარგმნიან. სმარტ არის გონიერი. ჩვენ არის clever. Smart მოწყობილობებს, ანუ გონიერ მოწყობილობებს, როგორც კი სახში გგავთ, ან პირადად და გარწმუნდით, რომ წელიწადში ყველაფერი smart-ი იქნება, smart ჩაიდანი იქნება, smart ფეხსაცმელი გვექნება, კუდით smart-ი გვექნება და ტელევიზორები და smartphone-ები ხო გვაქვს და გვაქვს. Smart მაცევრები გვექნება, სასწაული რაღაცა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის აპარატი რაც სახში დავდგით, ჩვენ მაგას მივეცეთ მაქსიმალური ნდობა. ეს მაქსიმალური ნდობა არ უნდა მივცეთ. იმდენი ნდობა, რამდენიც საქმე სჭირდება. ეგ არის და შეზღუდვა. თავიდან პრევენცია ძალიან ხშირ შემთხვევაში ბევრ პრობლემას და რისკს გვარიდებს თავი. ხო, უბრალოდ ამას სჭირდება რაღაც განათლება. ხო, ცოდნა ინფორმაცია. ეგ როგორია იცით, ეხლა იმ ავტომობილებთან, smart ავტომობილებია დღეს და იმაზე მეტი არ უნდა მისე უფლება, ვიდრე მას სჭირდება. დებით? არ არის საჭირო მოწყობილობებს გადავცეთ ყველა უფლებები და როდესაც იწყებ ახალის ყიდვას next ის მაგერად ერთი წაიკითხე რას გიწერს. იქნებ რაღაცა არაორდინალურს გიწერს და რატო ზოგიერთი ბრენდები ტესტირების რეჟიმში მაგას აკეთებენ. რაღაცებს წერენ, მაგალითად მე შენ ყველა ტელეფონის კონტაქტებს გადავცემ მთელ ქვეყნის მოსახლეობაზე, შენ ხო ამაზე თანახმახარ და იქ უკვე ის წერენ. ანუ ამით ბრენდები ამოწმებენ, რამდენად რელევანტურია წაკითხვისას მოხმარებელი. და ეს იცის ბრენდმა, რომ 80% არ კითხულობ. მე მაგედაც უკითხულ. ბანკშიც რო ფურცელს მაძლევენ, იმასაც ვკითხულობ. იმიტომ რომ განსაკუთრებით როდესაც მესამე წყაროებზე გადასცემენ ბანკები ჩვენ ინფორმაციას. პირად ინფორმაციით იმდენი ცუდის გაკეთება შეუძლია. დამიჯერეთ, რა ვიცი, საერთოდ უცნობი ადამიანი შეიძლება არჩევნებზე გაიყვანო და მოაგებინო არჩევნები და ძალიან ცნობილი ადამიანი ისე გააშაო, რომ სახლიდან გამოსვლა არ შეძლოს. ვერ შეძლოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამას აგვარებ. დღესდღეობით ინფორმაციის გაყალბება ვიზუალური, აუდიალური, ტექსტური ძალიან ადვილია. 90% ინტერნეტში ინფორმაცია ყალბია. გამომდინარე იქიდან ვინ აკეთებს ამას? იმის დასად მასმედიის საშუალებებით მათ შორის სათავისოდ წერენ იმას, შეიძლება არ აყალბებს ის ტექსტს, მაგრამ გამოჭრილი აქვს ისეთი რაღაცები, რაც მის წინააღმდეგ არის. მისია და რაც სიმართლე დაწერა. მაგრამ რაღაცები აკლია, კონტექსტს ამოჭრილი. და მომხმარებელი ამას ღებულობს ასე როგორც წერია. ხო. აი კრიტიკული აზროვნება და მსჯელობა გჭირდება. კრიტიკული აზროვნება ხშირ შემთხვევაში გჭირდება, უბრალოდ კრიტიკულ აზროვნებას ხშირად ვერ გამოიყენებ, იმიტომ რომ ყოველ ნიუსზე შენ რო დაჯდე და კრიტიკულად იაზროვნო, მაშინ უნდა დაიწყო მათი გადამოწმება და იმდენად ბევრი დრო დაგეკარგება, რომ შენთვის ეს აქტუალურია. მაგრამ რაღაცები რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იქ მაინც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კრიტიკული აზროვნება. მაგაში გეთანხმებით, როგორც არის პირადი ფინანსები, ჯანმრთელობა, ახლობლებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. პირადობის მოწმობა რო არავის არ უნდა მიცეთ, ესეც უნდა იყოს გასაგები. საბანკო ბარათი. საბანკო ბარათს გაიგიდე, რაღაც ეჭვი გაგიჩნდა, ჩამოჭრე გაუქვენ და გააკეთე.
მაგრამ შენ შემთხვევაში მაგალითად ეხლა ინტერნეტ სერვისებში იყენებენ საბანკო ბარათებს, ფიზიკურ ბარათებს. და ყველას მოუწოდებ, რომ ფიზიკური ბარათი არ გამოიყენონ არასდროს. დღეს ბანკები იძლევენ საშუალებას ვირტუალური ბარათი შექმენი, გამოიყენე იქ ონლაინ ტაქსია, ონლაინ შოპინგია, ონლაინ რაღაც სერვისებია, გამოიყენე ის ვირტუალური ბარათი, მე გადააგდე. იმ ბარათზე ის ბარათი უნდა იყოს ანგარიშზე, სადაც ცოტაა ფული. ანუ იმის დაკარგვა მაინც და მაინც არაფერს არ გაზიანებს. და მე ვიცი შემნახველ ანგარიშებზე რო აბავენ ხოლმე რაღაც ბარათებს და რაღაცებს აკეთებენ, საერთოდ გიჟდგავენ. ეგრე როგორ შეიძლება. და რა ვიცი, მარტივი რაღაცები რო დაიცვა, ელემენტარულია. ამიტომ იგივე არის კრიპტოშიც, იგივე. არ შეინახო კრიპტო იქ, სადაც ყოველდღიურ მოწყობილობას ყოველდღიურად იყენებ. შეინახე ცალკე, მაგაზე შეიძლება მე ცალკე ვისაუბროთ, როგორ უნდა გამოიყენო კრიპტო საფულეს რო ქმნი, მას აქვს სითფრაზა. აუცილებლად სითფრაზა არის 12 ან 24 ლათინური სიტყვა, რომელიც ცივი საფულის ცივი ნიშნავს აპარატურული ან ისეთი საფული, რომელიც ბირჟაზე არ არის. შენი ანუ ცივ საფულზე როცა იწყებ ინსტალაციას და ჩაპირველად რეგისტრაციას, რეგისტრაცია არ არის, აქტივაცია ვთქვათ, პროცესორად, იქ გაძლევს სითფრაზას. სითფრაზა არის 12 სიტყვა, რომელიც უნდა შეინახო. ხშირ შემთხვევაში ვხედავ ხოლმე ამას სკრინშოტით ან თავის დრაივზე ან მეილზე აგზავნიან. და ვეუბნები, რომ როგორც კი ინტერნეტში ხდება ეს ინფორმაცია, ეს უკვე ძალიან ხშირ შემთხვევაში სადმე დაგხვდება ღია წყაროში. სკრინშოტების კლაუდი ადვილად შეიძლება გაიხსნას, თუ სადმე პაროლი ღიად დაგჭა, ან დაგავიწყდა, ან ვიღაცას მიეცი და იმას დაავიწყდა და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არავით არის სკრინშოტი, არავით არის კლაუდი, არავით არის მეილი, არავით არის მესენჯერი. ფურცელზე თუ არა გაქვს იმედი, რომ ეს ფურცელი შეინახება აქ, მარტივად აიღე კოპირების აპარატზე, აი Xerox რო ვეძახით, ის ანალოგურია. და Xerox-ზე 10 გვერდი შეინახე სხვადასხვა ადგილებში. თუ მაინც და მაინც დიდი აქტივი გაქვს და რაღაცა იმ ვიღაცა რომ მიაგნო იმ სითფრაზას, ეჭვი გაქვს რომ ამასაც მოიპარავენ შუაზე გახიე. 12 სიტყვა ერთგან შეინახე, 12 მეორეგან. მაშინ მორჩა, მაგის შანსი არ არის რომ იქიდან ერთ სიტყვას მაინც ვინმე გამოიცნობს, ანუ იმ 12-ის მერე. მაგრამ შენიც რო ერთი აგდებს, მეორე აგდებს. კიდე ასლები გიდებს სადღაც 12 მან დამთავრებული თემაა და როდესაც შენ 24 სიტყვას ან თლიან სითფრაზას 12 სიტყვას ეგ საფულეს გააჩინა ზოგან 12-ია ზოგან 24 აიღებ და პირდაპირ და მე მაგიდაზე დადებ ეგ იგივეა რომ სეიფი ჩაკეტო და გასაღები ზე ჩამოგიდო დაახლოებით ამიტომ ელემენტარული ის არის რა ქვია უსაფრთხოების მომენტებია დასაცავი ხო და რაც შეეხება ბირჟებზე უფრო ადვილია ანუ იქ username-ია შენი მეილი და პაროლი ამით შედიხარ ბრაუზერით ან აპლიკაციით შენს კაბინეტში. მაგრამ მე ყველას ვაფრთხილებ, რომ ბირჟების დამშრომლებს ამას ამბობენ, რის ფული შენი აღარ არის. ანუ ნებისმიერ დროს ბირჟა თუ ჩათვლის, რომ შენ მის პოლიტიკას არ ღვევ, ის ამთახებს გაგიყინავს. ან გამოიტანე ან ვერა. ხშირ შემთხვევაში რაღაც დავები მიდის 1-3 თვე მიწერ მოწერა საპორტანეს და მოგცემენ. მაგრამ მათ თუ შეამჩნიეს, რომ შენ ფული ჩაგერიცხა საიდანღაც საეჭოთ ხო გაგიყინავ მთელ აქტივებს ეს ხო შენთვის არალია ნერვიულობა შეიძლება არც მიიღო არის შემთხვევები მე ვიცი შემთხვევები სადაც ბირჟამ უთხრა რომ არ გაგატანინებ შენ სახსრებს სანამ ამადამ გამოძიება არ დასრულდება ამადამ დამადასტურებელ დოკუმენტებს არ მომიტან და მოკლედ რა ვიცი და მაშინ თქვათ ვისაც ბირჟებით ვაჭრობა უნდა როგორ უნდა მოიქცეს არ კონდეს იქ აქტივი გადატანილი კონდეს საფულეზე ხო ანუ სავაჭრო აქტივი უნდა კონდეს რითაც ყოველდღე ვაჭრობს მაგრამ ძირითადი აქტივი რაც დიდხანს უნდა ინახოს ის მანდ არ უნდა შეინახოს ცივ საფულეზე უნდა ინახოს ყოველთვის შენ თუ გინდა რომ 1 2 3 5 წელი გძელვადიანად ასე ვთქვათ აქტივი გედოს და შენ მის ხელისხლება არ ჭირდება არ ჭირდება ჯერ მანქანის გამოცვლა არ ჭირდება იახტის ყიდვა არ ჭირდება რაღაც სახლის რემონტი შეინახეთ ცივ საფულეში იდოს როცა დაგჭირდება განმორიცხავ 2 წუთში განმორიცხავ და გაყიდი და მიიღებ ფიატს ეგ არის და ეგ ანუ ეს არის მარტივი პრევენციული ზომები რაც უნდა მომხმარებელმა იცოდეს ამიტომ ის თემა რომ დაუბრუნდეთ ისევ იმ კითხვას რომ რა ვქნათ დაზარალებულებმა არის ორი პასუხი პირველი შენ თუ ჩათვლის საჭიროთ რომ თანხები არის იმდენად მცირე რომ შენ უფრო მეტი დრო და რესურსი დაგიხარჯება ამ დაშსირბილში მაშინ უნდა ჩათვალო რომ დაემშვიდო მაგრამ თუ რაღაც ისეთი სახსრებია რომ ღირს ამისთვის ბრძოლა მაშინ ჯობია იბრძოლო თან შენი кейსი სადმე სოციალურ ქსელებში კარგად გააზრებულად დეტალურად გამოაქვეყნო რომ შენ ახლობლებას თავი დაიცვან და
სამართალდამცავებს უნდა მიმართოს, განაცხადოს თავის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ან პირდაპირ კრიპტო იმაში მოდიში კიბერს გამოძიებაში, რომ მან მიიღოს საქმის აღძვრის დოკუმენტი და გამომძიებელმა დაიწყოს საქმე. ჩვენ და სამწუხაროდ დღეს გამომძიებლებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ კრიპტო დანაშაულის და რა ქვია გამოძიება აწარმოონ საერთაშორისო ინსტრუმენტებით, როგორც ახლა აღნიშნე. მაგრამ რამოდენიმე სპეციალისტი არის საქართველოში, ვინც ამას აკეთებენ. მე გულისხმობ სამართალდამცავებში და ასეთ кейსებს უგზავნიან მათ. კი, მათ დროს შეეცალებათ რაღაცა, შეიძლება დაკითხვაზე დაგიბარონ, გამოკითხვაზე დაგიბარონ რაღაც და იმის მერე კიდე 3 თვის მერე დაგირეკონ, მაგრამ იმედი მაინც გაქვს, რომ წადე. თუ არ მიმართე, არც არაფერი არ მოხდება. ის გამომძიებელი თავის სახლის კარებს არ ჩამოგიმტრებს, რომ არ იქა გინდა თუ არა, მოდი განცხადება დაწერო, გამორიცხული. შენი ინტერესებია, რომ შენ მიხვიდე და უთხრა, რომ იცი რა, მე ვარ დაზარალებული, ასე მომივიდა, ასე ვქენდა, სანამ ემად კიდე ვინმეს არ მოსვლია, თქო მიიღო ზომები. შეიძლება ამან სხვებს ხელი შეუწყოს, რომ სხვა პრევენციები მოხდეს. კოლექტიური სარჩელი თუ ამარტივებს მან საქმეს. თქვათ მე სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე ჩემს ზარალზე. თუ ერთი და იგივე თაღლითური ჯგუფი გუნდი არ არის. ანუ ერთ და იგივე თქვენ ვერ გაიგებთ ეს ერთ და იგივე თაღლითური გუნდია თუ არა. ანუ ხმის ტემბრით უნდა მიხვდეთ. და იქ ეს ეგრეთ წოდებული მენეჯერები ყავთ 30. ვერ გაიგებთ ეს ერთი და იგივე ის არის თაღია ჯგუფი მოქმედებს თქვენზე თუ სხვადასხვა და თუმცა რომელ პლატფორმაზე დაგარეგისტრირეს, მაგის მიხედვით მიხვდებით. ვიზუალით მიხვდებით. მაგრამ კოლექტიურ სარჩელს აქ დიდათ რაღაცა უპირატესობა არ გააჩნია, იმიტომ რომ ხო გეუბნები, პირველი ჯაჭვი არის განცხადების დაწერა, მეორე რგოლი არის ჯაჭვის გამოძიების დაწყება და გაკეთება და გამოძიებელმა მიაგნოს ისინი ვინ იყვნენ, სად იყვნენ, რომელ ქვეყანაში იყვნენ და რომელ ბირჟებთან ოპერირებდნენ. მათ იდენტიფიცირება რომ მოხდეს პიროვნული, რომელიმე ბირჟაზე უნდა მოხდეს, ან მათ ანგარიშებზე ჩარიცხვა, ან სხვა კრიპტოვალუტის ჩარიცხვა მათ ანგარიშებზე, ან რაღაცა, რომელიც მიუთითებს კვალს ბირჟებთან. როგორც კი კვალი მოხდა, მე იმ გამოძიებელმა ბირჟას უნდა მიმართოს, რომ აი ეს საფულის მისამართი სასწრაფოდ მომეცი პიროვნების დოკუმენტები და იმ პიროვნების გამოკითხვა უნდა მოხდეს. მაგრამ ნახეთ, აი ამ შემთხვევაში ჩვენ რო ვიძიებდით ამ ამბავს, ამათ ესენი ბირჟებზე არ არიან. რა თქმა უნდა. მაგრამ არის ხოლმე კავშირები ბირჟებთან. არის? იმიტომ რომ ესენი რაღაც თავის ყალბი პლატფორმა ქონდათ, რომელიც ვითომ ბირჟა იყო, სინამდვილეში ეს ბირჟა არ იყო. ამ შემთხვევაში რა უნდა ქნათ? იმ საფულეს, სადაც დაზარალებული რიცხავდა, იმას რომ გაუყვები ან მანამდე ან მერე, სადღაც კავშირი სადღაც მივა ბირჟასთან, ხო? გადის ხოლმე. ანუ ამან სადღაც ჩარიცხა ნაწილი, მერე იმან კიდე ნაწილი, იმას სადღაც ბირჟაზე გადაიცა, სადღაც ფიატში ხო უნდა გაიტანონ. კი არის ფიატში გააქვთ დაუშვათ ეგრეთ წოდებული მრეცხავი კომპანიები რო გიირეცხავენ, მაგრამ იქ 5 მილიონზე ნაკლებზე არ გელაპარაკები. 3-5 მილიონია მინიმალური თანხები. და როცა ახლა პატარა თანხები გაქვს 100-200, $500,000 აქტივები, ისინი ცდილობენ რაღაც სხვა ვალუტებში გადაყვანას, სვეპინგს, ასე ვთქვათ, ჩალიჩობენ როგორღაც, რომ იაფად გამოვიდნენ. და ეგ ასე ვთქვათ, მაინც მიკვლევადია, ანუ თქვენ ახლა. ხშირ შემთხვევაში მიკვლევადია ცხელკვალზე. რაც შეიძლება მალე. ეხლა უყურეთ სხორბლის აქტივი აიღეს. მიიღეს 1-2-3 დღე ხშირ შემთხვევაში იმის მოძრაობა არ არის ხოლმე. შემდეგ იწყება ამ აქტივების, ეგ იმიტომ რომ ბირჟების უშიშროების ეშინიათ. იწყება ხოლმე ცდილობა ცოტა სადღაც ბირჟებზე გადატანა. თუ ბირჟამ ეს მიიღო, არ დაბლოკა და კიდე სადღაც გადარიცხა, ეგ ნიშნავს რომ ბირჟამდე ინფორმაცია არ არის მისული რომ ეს ფული შავია. ბირჟას ხوار დაესწრება ღამე. არის ასევე ჩვენ ვაცხადებთ ხოლმე როგორც კი მსხვერპლი მოვიდა და დავრწმუნდით რომ ეს მსხვერპლია, მის ანგარიშს და სადაც მან გადარიცხა და შეიძლება კიდე იქით ბლოკჩეინის ექსპლორერში, ბრაუზერში იქ შეგვიძლია მომნიშნოთ როგორც მოპარული აქტივები. ამას ყოველ წამს აგვირდებიან ბირჟების რობოტები. და ეძებენ სრულ აქტივს საწერია. და მე მაგ აქტივზე ყურადღებით არიან რომ მაგ აქტივიდან თუ შემოვიდა, იმას ბლოკავენ.
დროებით მაინც ბლოკავენ, რომ სანამ გარკვევა მოხდებოდა. მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ მსხვერპლები ძალიან გვიან ხვდებიან, რომ მსხვერპლები არიან. ნუ ერთი კვირის მანძილზე კიდე შეიძლება. ერთი კვირა აგერ ერთი თვე და ორი თვე ატყავებდნენ ამ კაცს ჩვენი გმირი ვინც იყო და ბოლოს ძლივს დარწმუნდა, რომ მსხვერპლი იყო, ან თვითონაც არ ჯეროდა, სანამ სკამერმა თვითონ არ უთხრა, რომ მე თაღლითი ვარ და გაგძარცვეო. ხო, კი, ეგრე უთხრა. უთხრა, რომ ხო, ესე უთხრა, რომ მეო ვერსად ვერ მიპოვიო, მთელი მსოფლიოს პოლიცია რო ჩართო მაგამ ბავშვიო. აი ეგ არის უკვე პრევენცია იმის, რომ არ ეძებო. იმან თავის დაცვა მოინდო, მაგრამ კაგრად მაგ დროს უნდა ეძებო. ხო. ანუ იმას მე ჩვენ ვიპოვეთ ვინც იყო ეს გოგო, მაგრამ ხო. თუ იპოვეთ, ზუსტად ეგ მომენტი, ანუ ის თუ არ არის დარწმუნებული თავის ფარულობაში, მაგას ამბობს, რომ არ მეძებო. ეს ერთ-ერთი თავდაცვის გზა არის, მორალური ზემოქმედება მოახდინოს მსხვერპლზე, რომ მან არც კი გაბედოს ძებნა. როგორც კი მაგას გეუნებიან, ეგ ნიშნავს, რომ ეგ მის სუსტი დაწელია. ხშირ შემთხვევაში მე პირველად მესმის ეგეთი რამე, რომ ძალიან რა ქვია, თაღლითმა უთხრას, რომ მე მოგატყუეო. არ ვიცი, თქო ძალიან კაი ხასიათზე იყო, ნასვამი. ეგეთი რამე მე არ მახსოვს ჩემი ძალიან უცნაური კეისები. აღიარე რომ ძალიან კარგი ვარო თაღლითობაშიო და ძალიან მაგარი ვარო და ვერსად ვერ მიპოვიო. დამკვიდრების ის ქონდა ფსიქოლოგიაში არის. მაგრამ მართლა კარგი იყო, იმიტომ რომ მილიონობით დოლარს შეულობდა ყოველ წელს და ნუ იტყვეთ ახლა სხვა შეულობ $1,000,000. კი, არა, უბრალოდ ანუ უნარო არ იყო, ანუ უნარიანი თაღლითი იყო. დამწყები ჰაკერების ასე ვთქვათ, თვითდამკვიდრების თემაც ეგ არის, დამწყები ჰაკერები, მე ვიცი ჰაკერები, ისტორიაში გამიგია, ფული მოუპარია და ბავშვთა სახლისთვის გადაურიცხი. იმიტომ რომ თვითდამკვიდრება უნდა რომ ადამიანმა ადამიანს რა ჭირდება აღიარება. თუ ბავშვობაში მას ცემდნენ ეზოში, აბულინგებდნენ, ყველა და ცუდი ტიპი იყო, მას რაღაცა გზა უნდა რომ სოციალურ საზოგადოებაში ლიფტში გაიზარდოს, აიწიოს. ვერ შვრება ამას და იწყებს ცუდით. და ამბობს რომ ეს ცუდიც გამართლებადია, რადგან მე ბავშვთა სახლს დავეხმარე. ეგ უკვე როგორც თქვა ნობლიკო მორალი. მოპარული ფულით გაჭირვებულის დახმარება რამდენად მორალური არ ვიცი. ეგ დათათუდაშხეს უნდა ვკითხოთ. მაგრამ აქ ის თემაა, რომ არც ერთი მე მსხვერპლი არ ის თაღლითი არ მინახე, ვინც ეუბნება რომ მოგატყუე. იმიტომ რომ ის ხო აგრძელებს თავის საქმიანობას. და რა გარანტია აქვს, რომ ნაცნობები არ აღმოჩნდებიან ამ მსხვერპლსა და იმ მსხვერპლს შორის. ამიტომ საერთოდ ეგეთ რამეს თაღლითი არ ამბობს. არ ვიცი ახლა ეთქობა შეიძლება პიროვნული სიმპათიები დაუკავშირო ყოფილა მე ვიცი შემთხვევებს მოგიყვებით შეუყვარდათ ერთმანეთს კი ასე იყო ამასთან აი ზუსტად ხო ანუ პიროვნული სიმპათია ქონდა და რაღაცნაირად მაინც ადამიანური ფაქტორი ჩაერთო მაგრამ 99%-ში გარწმუნებთ რომ ეგეთი რამე არ არის აქ მოიპარავს მე იქ მოიპარავს მე იქ მოიპარავს მე გადავა სხვა ქვეყანაში იქიდან მოიპარავს და ასე შემდეგ ანუ ეს მისი პროფესიონალური საქმიანობა ამიტომ ის ადგილები, სადაც ის წერტილები, სადაც ჩვენ დავუშვათ საუბრობთ ეს red flag-ები, რაც ბრძანეთ. ეგ ის მომენტებია, როდესაც უნდა მიხვდე, რომ შენ თაღლითთან გაქვს საქმე. როგორც კი რამეს გთავაზობს, სადმე წამოდი პარტნიორობაზე, სადმე რაღაცა ფული გვაქვს გასაყოფი, ბრილიანტი ვიპოვე ზღვაში, მთაზე რაღაცა პრიალებს და წამოჩამომაღებინე, მან დამთავრებული თემა. გზაში გავიჭედი, მე ახლა მაგალითად ვიცი, აი ეს .r საიტებზე რო გაცნობის საიტებზე რო ერთმანეთს ხალხი აგდებს. ბრიტანეთში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ქალი უჩივის ბიჭს, რომელიც იყო ეს ალფონსო და ძალიან მაგრა ატყუებდა ამ ხალხს და ამ ხალხს ეკითხებენ, შენ ხელით რიცხავდიო ამ ფულს? კიო, აბა რა გინდაო? რა მოხლით დავიჭიროთ ეს ადამიანიო? თაღლითი არ ყოფილა, მომპარავი არ ყოფილა, ყაჭაღი არ ყოფილა, რაღაც ძალადობა არ ყოფილაო. ხო, შენ თვითონ შენი იმით აფინანსებდიო და ეხლა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა გიყოთ ეხლა? იმას ახლა შენ თვითონ შეუტრიალე და იქით შეეხვეწე და იქით მოთაფლეო როგორ იმან დაგაფინანსო საკითხო. ეგ არის და ეგ მეტი არაფერი. გასაგები. კი ბატონო. კიდე რა კითხვა? შეჯამება არის ის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გქონდეს გავერკვეთ იმაში რას ვიყენებთ, როგორ ვიყენებთ, რა დაცვის მექანიზმები გვაქვს და ხელი არ შევუწყოთ ჩვენი პრევენცია არის პირველი და პირველი რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს როგორც კი ვიღაცა მოდის თქვენთან და გეუბნება რომ მოდი ეს გავაკეთოთ თუ შენ ამ თემაში სპეციალისტი არ ხარ დაანებე თავი არ არის შენ ხარ მცხობელი წადი აცხე არ არის ფეხსაცმლის კერვა შენი საქმე გინდა ფეხსაცმლის კერვა წადი ისწავლე შედადექი შეგირდათ მერე ნახავ ჩაიხედები საქმეში ეგ არის და ეხლა მაგალითად მცხობელზე გამახსენდა ერთი მზარეულია დაზარალებული ძალიან ესე ვთქვათ დიდხანს აბავდნენ კრიპტოს საკითხში დაზარალდა კი საინვესტიციო ეგრეთ წოდებულ პლატფორმებში და
მეო პრობლემა მქონდა ისო რომ მთელი დღე მზარეულად მუშაობ რესტორანში. ხო და არ მეცალა ამ ყველაფრისთვისო და ამან ხელი შეუწყო რომ გვიან შედიოდა და რიცხავდა. და მე ერთი პერიოდი რომ რაღაცა პატარა გემო გავუგო, ერთი კვირა შობულება იყო. კიდე გამოგაგდეს რესტორანი. ხო და მაგას ვეუბნები რომ კაცო მზარეული კაცი ხარ, შენ საქმე კარგად იცის, მართლა კარგად იცის. ქართველი. კი, ქართველია. რატო ააკეთე ეს, ბიჭო? რა არისო, იციო, მე მგონია რომ ამოვწურეო ჩემი მზარეულობაო და ვეღარ ვითარდებიო. დები ადამიანს იმან დაუჭირს ფსიქოლოგები არიან დაუჭირეს სულ გელაპარაკებიან ცხოვრებაზე სულ გელაპარაკებიან რაღაცებზე მე სპეციალურად რეგისტრირდები ხოლმე რაღაც პლატფორმებზე ხან ბოლო დროს აღარ მცალია მაგრამ ადრე სულ ვაკეთებდი და მსხვერპლის როლში ველაპარაკებოდი რომ ესწავლა მათი ფსიქოლოგია როგორ ისინი მემატყუებენ რომ სად წაიქცევიან და დამიჯერეთ თუ სამსაფეხურში იქცევიან ანუ პირველ საფეხურს კარგად გაზუთხულად სკრიპტით გიყვებიან, მეორე საფეხურს თვითონ რაღაცებს ხვდებიან, რომ ასე ვთქვა ჯობია, ესე ვთქვა ჯობია და მესამე საფეხურია, როცა დიდხანს არ მიყვები ფულის ჩარიცხვაზე, ან მიზეზებს ვიგონებდი ხან ეს არის, აი ნახე, აი რაღაც პრუფებს ვაძლევდი რა, რომ აი ხლა არ შემიძლია გადმორიცხვა, აი ბანკმა ეს გამიჩერა, ანგარიში გამიჩერეს, ნახე ამ მონაწერს გაძლევ, რო ყველაფერი რიგზე იქნება, ემან დიჭედებიან. ანუ დიდხანს არ გელოლიავებიან. ღიზიანდება და ახლა არ უნდა ის შენი პრობლემები თავის თავზე გადაიტანოს. იმას ურჩევნია სხვა მოატყუოს და უფრო ადვილად მიიღოს. იმის ამოცანა кейს კი არ არის შენ მოგატყუოს. იმის ამოცანა არის შენი ფული მიითვისოს და შენ იქნები ვასო თუ გრიშა რა მნიშვნელობა აქვს იმისთვის? არავით არის. ამიტომ ამას უნდა შეხედოთ, მას რამდენი უღირს თქვენზე დახარჯვა თავის დროის და ენთუზიაზმის, რომ აქედან გამომდინარე თქვენ უკვე რაღაცეები დაალაგოთ, როგორ მოიქცეთ მას. ეს არის და ეს. სამწუხაროდ უფრო ვითარდება, მაგრამ იმედია დღევანდელი გადაცემა ვიღაცებს მოეხმარება. იმედი მაქვს. ვისაც ახლა აქ ამ წუთში რაღაცა კრიპტო პლატფორმები და რაღაც დღესვე შეგიძლია თქვენ მენეჯერს აგინოთ, სრულად ამ მნიშვნელობით და დაენბოთ თავი. თქვენი ოჯახი მადლობას გეტყვით ერთ დღეში ან ორ დღეში რო გაიგებთ, რომ ის ფული რაც დაკარგულია უკვე უეჭველიდან, უბრალოდ დანარჩენს არ დაკარგავთ და დამიჯერეთ, რომ ძალიან ბევრს დაგაკარგინებენ. ანუ დღეს რო გაქვთ 10,000, 20,000 გადახდილი და იმის იმედით რო აქ რაღაც გაძვირდება, ნუ 50 და 70 და 150,000 რო გადაიხდი და მე მიხვდები, ჯობია დღესვე მიხვდე, რომ ეს ასე არ იქნება. სასწრაფოდ ყველა სავაჭრო პლატფორმები დახურეთ წაშალეთ ტელეფონი, რაც დაკარგეთ, მიეჩეგუეთ იმას, რომ დაკარგეთ. ბოლო განაცხადი გააკეთეთ, რომ თაღლითობა იყო და აი გთხოვთ რამენაირად სადმე ეს თუ ამოიტივდება, დაგიბრუნონ და ამვინმე დაიჭირა. და გადასცენ პასუხისგებლობაში, მაგრამ მე იმას ყველას მოუწოდებ დღეს, რომ მე რატომაც გონია, რომ ამას ვინც უყურებს, ისინი იქ არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ვაჭრობენ. რომ მე მინდა მათ უთხრა, რომ არაფერს ისინი არ ვაჭრობენ, არაფერს ისინი არ აკეთებენ და მასინი არიან მოხვედრილი სკამერების ხელში. მე არ გულისხმობ იმ კრიპტო ტრეიდერებზე, რომლებიც ცნობილ ბირჟებზე ვაჭრობენ. ხო, და ნუ სანდო პლატფორმები. ის სხვა რამეა. იქ არავით არ რეკლამას არ გეუბნებიან, მოდი აქ ამდენ პროცენტს იშოვ, იმდენ პროცენტს. ის არის ყველასთვის ცნობილი ბირჟები, არის ასეთი საიტი CoinMarketCap. CoinMarketCap-ზე ბირჟების ჩამონათვალში ტოპ-10, ტოპ-20, ტოპ-30-იც რო შეხვიდე, ისინი სანდოები არიან და ნდობის ფაქტორია იმდენი, რომ თუ არ გაკოტარდა, შენ არ გადაგაგდებს. და ის რომ შენზე მუშაობს, რომ თაღლითური სქემით გამართვას ფული ტყუილი. ამიტომ იქ თუ ვინმეს რამე ვაჭრობა უნდა, თუმცა კრიპტო ვაჭრობაში ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ 95% ხალხი წაგებულია. 95% ადამიანების ცოდნა კი არ უნდა იცით რა არის. კრიპტო ბაზარს ქმნიან მარკეტ მეიკერები, ვინც არიან big hand, დიდი ხელები ვისაც ქვია. ანუ ბევრი ფული ვისაც აქვს, ისინი ქმნიან ბაზარს. შენ არ იცი მას თავში რა აქვს. ის ხვალ დაწევს იმ კრიპტოაქტივის ფასს თუ აწევს, ამას შენ ვერ გამოიცნობ. რაც გინდა ტექნიკური ანალიზი აკეთე, რაც გინდა ფუნდამენტური ანალიზი აკეთე, არ მუშაობს. მუშაობს რაღაც მოკლევადიან ჭრილებში და იმ ტრეიდერებს გონიათ, რომ ეს მუშაობს, მაგრამ შავი გედის ფაქტორი არავის არ გაუქმებია. ეს შავი გედი ძალიან ხშირად მოდის ხოლმე მათთან. ამიტომ მე ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით 2014 წლიდან კრიპტო ტრეიდინგში ვარ, რამდენი 10 წელი. და ჩემი გამოცდილებით ვამბობ, რომ იქ მოგებული ადამიანები მე არ მინახია. მე მინახია მოგებული ადამიანები, ერთითვის მე ვეკითხები როგორ ახარ, მანქანა გავყიდე რომ ვალი გამესტუმრებინა. ეგეთი ადამიანები არიან. ანუ რაღაც მოკლე პერიოდში არიან,
მაგრამ მე ისე მალმალე უშვებენ შეცდომებს, რომ 3 თვის წინ რო გეთქვა იმისთვის ეს შეცდომა დაუშვათ, თავი შეგარტყავთ. შენ სულელი ხო არ ხარ, ეს რადიკალური შეცდომა არ არის, მაგრამ თვითონ უშვებს. თუ რო გაუთამამდა. კრიპტო ვაჭრობა არ გინდათ. ეგ არის როგორი თემა, იცი? აი რაღაც ფული რო გადასაგდები და არ გენანება კი? ანუ შენ იმ ცოდნაში გადაიხადე ფული. რო კრიპტო ტრეიდინგი მიხვდი, რომ შენი არ არის. ზოგი $20,000 ეხთის ამაში, ზოგი 200,000. 200,000-იანიც არიან. მაგრამ ის რო კრიპტო ტრეიდინგით გამდიდრდი და სტაბილურად ამაში ფულ შოულობ, რავიც მე ეგეთი ადამიანი არ მინახია ჯერ. ვიღაცები შოულობენ, ვისაც გონება იყო, წავიდნენ და საპონჩიკე გააკეთეს, ან რაღაცა უცხოეთში რაღაც კაპიტალ დამბანება გააკეთეს, ან რაღაც აქციები იყიდეს, ან სხვა კრიპტო იყიდეს და გაძვირების მიზნით უდებთ და ნელ-ნელა ყიდიან, ეგეც ბიზნესია, იყიდე გჯერა რომ გაიზრდება, დადე, გაიზრდება გაყიდე. ანუ ოღონდ გაიზრდება არის ესეთი FOMO ფაქტორია, დაკარგული მოგების ფაქტორი, რომელიც ამბობს, რომ შენ რო ეს გაყიდე და მე კიდე გაძვირ და გული გწყდება, რომ აი ნეტა ეხლა გამეყიდა. მაგრამ ეგ რო ვიცოდეთ, თვარეზე ვიქნებით. ამიტომ როცა აქტივს ყიდულობ, კრიპტო აქტივზე მაქვს საუბარი, უნდა თქვა, რომ აი ამ ფაზზე რო ავა, დოლართან მიმართებში მას გავყიდი. მე გაიზრდება და იკლებს რაც იცავს რაღაც გონივრული შენი ჭკვით. ეს არ არის ტრეიდინგ რჩევა, მაგრამ ეს არის პრევენციული რჩევა, რომელიც დაგიცავს შენ რაღაც დიდი გაკოტრებებისგან. ეს მართლა დიდი გაკოტრებაა, როდესაც შენ ბევრი აქტივი გაქვს და უცებ რაღაცა კარგავ ბევრს, ხო? ძალიან საფრთხის შემცველია კრიპტო აქტივით ვაჭრობა. ამიტომ ეს ყველას მოგუწოდეთ. მადლობა. მადლობა ამ საუბრისთვის, რჩევებისთვის, იმედია რომ გამოადგებათ ეს ადამიანებს, რომლებიც იყვნენ წარსულში ან პოტენციური მსხვერპლები არიან და გაითვალისწინებენ იმ რჩევებს, რაც თქვენ მიეცით. ხო, თუ ვინმეს რამე დახმარება ჭირდება იმ თვალსაზრისით, რომ გამოძიებადია, დავეხმარებით, მაგრამ შენ შემთხვევაში რაღაც ფაქტორები უნდა არსებობდეს, რომ ამის გამოძიება დავიწყოთ. შეიძლება თქვენი მონაცემები გავუზიაროთ კომენტარის ველში ვთქვათ YouTube-ის ქვეშ ვიდეოს. კი, მოგმართონ, მაგრამ უნდა იყოს რაღაც ხელმოსაჭიდი, რომ გამოსაძიებლად ღირდეს. გამიგეთ, ეგაც ხარჯია, ეგ ფინანსური ხარჯი უპასუხოთ, ამას არავინ არ გაუკეთებს, მაგრამ უნდა ღირდეს ამისთვის, ხვდებით, რომ თუ არ ღირს, ეუბნებიან, რომ არა დაგვანებეთ თავი, არ გვინდა, არ გავუკეთებთ. იმიტომ რომ თუ გამოძიება თუ არ არის 80% ზემოთ ალბათობა დადებითი. მაგ შემთხვევაში აზრი არ აქვს. ჯობია არ მოვკიდოთ ხელი, იმიტომ რომ იმ ადამიანს იმედები მიეცემა. რაღაც უნდა დახარჯოს ხო პირველადი და მე ისე გამოვაროთ აღლითებისგან რა განსხვავება. ხო. რეალურად ეგრეა, ამიტომ ჯობია არ გავაკეთოთ. მადლობა. მოკლედ თქვენ უყურებდით აი გამოსავალს, შეგიძლიათ ეს ვიდეო გააზიაროთ, სხვებს ვინც ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ თაღლითური სქემების მსხვერპლები იყვნენ ან პოტენციურად მსხვერპლები, მათაც გაუზიაროთ, რომ ინფორმაცია გავრცელდეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაითვალისწინოს ეს რჩევები. დიდი მადლობა თუ აქამდე გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, თვალი გვადევნეთ, მოკლედ.